ხო და ისა. გაგრძელება მეორე. წინა ვიდეოს გაგრძელება, პირველი. წინა ვიდეოს გაგრძელება, ხო. მოგესალმებით, იმაში ვერჩევეტეთ საუბარში. ხო. და საზამთროს ისინი იყო ხალხო, აი იქ ბოლოში ვიძახი იმას. ხო. იმაში საზამთროს კევი იყო, საზამთროს გემოთი. ზუსტად საზამთროს დაზოლილია. ხო. ეგეთი იყო, რომ ჩაღეჭავდი გიორგი ამ სიგრძეები იყო და ბუთქუნები. რომ ჩაღეჭავდი, ასე გონია საზამთრო დაღეჭეო რა. ხო. ხო, ნესვისაც იყო. ბუთქუნები ხო იყო ამ ხელა? ხო, ბუთქუნები. ხო, ბუთქუნები. ცოტა ჩვენ დროს ცოტა დიდები იყო. აი, დიდები იყო. საზამთროს ფორმა და ნესვის იყო. საზამთრო და ნესვი იყო თუ არ ვწდები? ნესვიც იყო, ხო. იმებში ეყარა ხოლმე, მაღაზიაში შეხვდები, ესე მრგვალი იმებში ეყარა ხოლმე. მაშინაც იყო, ჩემ დროსაც იყო ეგენი და ის ბუთქუნები, ის რა აუ, 10 თეთრი ეგენი. 10 თეთრი კერპი და ჩემ დროს. ისეთი გემრიელი იყო, ვაიმე, რო შევჭამდი, დავღეჭავდით მაგას და ის არის რა ქვია. თან დაღეჭავდი. მე იცი რამდენი იმაშვებოდით მოიტანდა მიყიდი და დედაჩემის ოფისში წასვლისთვის. რომ მთელი ერთი თვე ყოფნა. ერთი თვე ხო და ახლა რო ერთი თვე დადგება, წამში მოდის მე თვე წამში გადის და მაშინ რო დადგებოდა ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე მივდიოდი, წარმოგიდგენია სამი თვე არ ამყოფნდა კევი, ერთი თვეც არ ამყოფნდა კევი. იმდენი ბავშვები მოდიოდნენ, ახლა ვაძლევდი იმ ბავშვებს. რა ხდება? ვეთი ფრენია, მე ვიცი. რა შემოტევა ყო? მე ვიცი. ხო და ვიცი. რაჭაში დეჩემ ქვეყანას მიყიდი და მაგრამ მაინც არ ამყოფნდა მერე ვაიმე და მერე ახლა რაჭაში სად ვიყიდი ასე მაღაზიები იმდენად კი არა. მონატრებულზე რო ჩამოვიდოდი, ვაიმე როგორ მინდოდა კევები. ყიდულობდი სამი თვე რო აღარ მქონდა მერე, ორი თვე რო აღარ მქონდა. ამ ხელა კევები დიდები იყო, მართლა მსხვილი კევები იყო. კიდე ისა 1000-ნაირი კამფეტი, ის რა ქვია, რაღაცა კამფეტი იყო გიორგი, შიგნის ჰქონდა. რაღაცა თხე ჰქონდა შიგნით იყო იმ კამფეტს. მომო კამფეტი, მომოც კაი იყო. მომო თუ მომო? მომო თუ მომო. ისა ფისო კამფეტები რო იყო ხალხო, ახლა ფისო არ პედი არ არის. არ ფისკევო. მომო ის ძრო ხარ უხატა ფისო-ფისოზე. 4 კუთხედები ახლა. ხო, მომოსა. ხო, მომო ერქვა მე მგონი ადრეც. ეხლა მომო ქვია და რა ვიცი. ისა კიბოსკისელი, ვაიმე რა. ვაიმე, ეგ კამფეტი მიყვარს. ეგ ეხლაც მიყვარს. ეხლაც იგივე გემო აქ. არა, გიორგი. კი აქ იგივე გემო, მაგრამ იმას აი რომ პატარ ჩემ ბავშვობაში რომ მოკმეჭავდი აი არომატიკული გემო კარგი ქონდა. იცი რა მიყვარდა კიდე? ის გიყვარდა ტოფიტა? ტოფიტაც მიყვარდა. აი მე როგორ მიყვარდა ტოფიტა ბავშვობაში ხალხო. ეხლაც სხვათა შორის ეხლაც რო ყიდულობ და შევჭამ ის ბავშვობის გემო მახსენდება. ხო და ტოფიტა. ნოსტალგიურია. მის კიდე რა იყო, კიდე რეები იყო, ვაიმე რამდენი რაღაცა იყო. აქ ხალხო, ვინც ახლა ძველებს შეიძლება გეწოდინოთ. დედაჩემო მოიტანა არაჟანი. ხალხო და აი აქ ასე 4 კუთხედი მეებში იყო ასე რაღაც ისინი ერთ გადაბმული აქვს. იოგურტები ახლა ხო მაღალშია. და ისინი აი ამ სიგძეები იყო, აი ამ სახელები და ასე 4 კუთხედები, კარაქილით 4 კუთხედები იყო ხო და მაგაში ეს ხა არაჟანი და ეს გადაბმულები მოიტანა დიდი ამ ხელა შეკრეთი 30 ცალი რატო არ იქნებოდა. თან ორი ფენა. ორად რა. აქ ფაბრიკაში მუშაობდნენ გიორგი და იქ იყო მაღაზია რძის ნაწარმის და იქიდან მქონდა. იაფი იყო ალბათ. ხო, კაპიკები ღირდა. ეხლა მაგხელა მე დედაჩემაც მოიტანა და მე კიდე მამაჩემაც მოიტანა. ხო. მოიტანა და რომ მივალაგი აქ ხალხო აქ სამზარეულო ხონა იმ პატარა ოთახში, აი ამ გასწვრივ ოთახში. აქ იქ იყო იქ გვედგა ფეჩი, მაშინ ჩემ ბავშვობაში. აქ კიდე გვეძინა ორი საწოლი იდგა მეებში. ამოთახში. ხო. იქაც კი იდგა საწოლი ერთი ცალი, თუ რომ მე ვიძინებდი, მაგრამ ხან ჩემთან ვიძინებდი, ხან იქ ვიძინებდი, რა ვიცი, და ის არის რა ქვია. მოიტანა ისა და
მივალაგე ახლა მივასუფთავი აქ მოუწმინე მაშინ ბავშვი ბავშვობიდან ვიცოდი სუფთავი რასაც სკამზე ვერ ავდგებოდი იმ მაგიდას ვერ ავწდებოდი შევრეცხავდი მაშინ სად იყო იმდენად ონკანი და რაღაცეები ახლა იმდენად გამოვიდა ახლა შეიძლება მდიდრებს ქონდა და უფრო მაგარი მაცხოვრების მაგრამ ეხლა ყოველ მეორეს აქვს ონკანი ვის არა აქვს ხო ელემენტარული და ეს არის აქვია მივედით და რა ქვი ხო იმას ვქენ დავალაგე ისე და მე თქვი არაჟანს გამოვიღებ ეხლა შაქარს ჩავიყრი მარაჟანში მეთქი და შევჭა რა შეჭამ შედალოთვი ეს არაჟანს რაღაცნაირად ჩამოვკარე ხელი ეთყობა პირში იყო გადმოვარდა და ეს პარკები ვით ახლა რო იმასა თვითონ გადაკრული ეგრე ხო ეგეთები გასკდა ხალხო და მოეწუთა წვრილი მეტალახები იყო ასე უთქუდხედები ხალხო აი როგორ კერტროგია ხო აი მაგნაირი ოღონდ ისინი მუქები ერთი მუქი იყო და ეს ყავისფერები იყო და კრემისფერები ერთად იყო არის ეხლა რო ის არის აქვია პანჯარა არის ხო მანკარები ხო აი ეგენია მაგნაირი წითელი და წითელი არის ყოია ფერი ჭამფერი მუქია აი ესეთი აი მუქი ყავისფერი და არც ყავისფერი და კრემისფერი აი თუ სწორად ხო ეგეთი იყო და არ დაეთხებ ამ იმაზე მეტალახი იყო მაშინ კაფელს ეძახოდნენ ესე პატარებია ესე უთკუთხედია არა მაგ ხელები კი არის პატარებია ესე აი უფრო პატარები ხო ესე აი პატარები უთკუთხედი მივალაგე და შენ დაეტაღვარეო იმდენი და კიდე აი სულ არ გასკდა 3 წელი გასკდა თუ 4 წელი თუ იმოდენა რო გახეთქილიყო ერთი გადაბმული ბლომად იყო ერთი 10 წელი რო იყო გადაბმული ის რო დაქცეული და რა აწმენდოდა მე ცალკე ეს ხო გადმოყარი ხალხო ცალკე გამწარებულზე ის და ლატო აი კვერცხის კარებში იყო კვერცხები ეს ჩალაგებული ის ხო ძრება და ხელი ავკარი უთხრად გამწარებულზე და იქ კვერცხებთან ჩამოვათხრი ვაიმე მე რო დავყარე ის კვერცხები და ის არის რა ქვია ჩამოვათხლიფინე კვერცხები შევიდა მაცივრის ქვეშ კვერცხები მე აი მე გამოვწი მე თქვი არა არ გამოვწი მე მეგონა არ შევიდოდა რა ვიცოცხი გამოუსვიდა ნუ პოლის ჯოხი წური რაღაცა შეუშევითო გამოვწი რა გამოვწვინე ხალხონო და ვითომ გამოვწვინე გამოვასუფთავი ახლა ყველაფერი არაფერი დავწი მოვიდა დედა ჩემიც მამა ჩემიც საღამო პირი იყო და მოვიდა ხალხონო და ის არის არაფერი მშვენივრად თავად ყველაფერი დაღამდა დავწეკიდა გათენდა წავიდნენ დედაჩემი 9:00 ნახევარზე თუ 2 საათზე გადიოდა დედაჩემი სამსახურიდან ერთად მიდიოდნენ დედაჩემი და მომჩები ერთ ქარხანაში მუშაობდნენ მე ფრინველობაში და წავიდნენ და ჯარისკაცები მაგიდის მაცივრის ქვეშ შედიან ეს ისინი რა ქვია ჭიაჭველები გამოდიან ასე ჯარისკაცები ესე რო იციან ხოლმე ხო რა ხდება კაცო ვაიმე წკრიში ხალხო ახლა სიცი ვაიმე მე თქვი რა ხდება რა მდგომარეობა რატო არის რა სახედო გამოვწიე კვერცხები აი კვერცხი ერთი მთლიანი კვერცხი ხო შეგორებულა მაცივრის ქვეშ მთლიანი დამხდა ის რომ გამოვწიე თავთან მთლიანად კერგავ ხო მთლიანი დამხოს ბოლოში გასულა და კაკა რა სახედავ მოდითხნილი მოტეპნილი ვაი მე ჯარისკაცები ვითხოვ ისინი მიდიან ჭიანჭველები მიდიან მოდიან მაინც რაღაცა ეს არაჟანი ჩიგნი შესხმულა თეთრები თეთრი ხო არის ისიც მოხეხე მოასუფთავე მაცივარში გამოვალაგე თუ რამე იყო ცოტა მაცივარი აი გადავწიეს მაგიდაზე დავდე რაღაცნაირად იმის ქვეშ ხო არაფერი აქ აკრული თქვა ისიც ავნახე კინაღა მაცივარ დავაბლიწე დაბლა ხალხო გამოსრიალ და წავიდ მაცივარი ასე გადავწიე და ახლა ის მაცივარი დამეიგდო ხო მომკლავდნენ ვაიმე აფეთქლებოდა ჩართული რო იყო არ იყო ჩართული გამოვაყარე ყველაფერი და ქვეშ კიდე ხო არაფერი იყო და გადავწიე და შვები ასე თავსო უცბად ხელში ვეღარ დავიკავე და კი აღო გადამივარდა იმაცი ის არის რო ქვია მე ხო გავასუფთავე შევდგი ყველაფერი მოუწმინდე შევალაგე და
შევალაგე დავჯექი და რას ახედავ კიდე. მივედი და ჭიქით შევდები, მალე გამიცივდება წყალს. ჭიქაც არ გამივარდა ხელიდან. წყალით დავარე. მივალაგე, შევალაგე ყველაფერი და მივედი და ჭიქაც გამივარდა ხელიდან. მე რო დამემართა, დედა, შენ რო იქით იყავი ნინესთან და მე რო დამემართა, ის არის რა ქვია. ხალხო, იმას ავქენი, პომიდორი უნდა გამომეღო. კვერცხის შეწვასაც ვაპირებდი, ხო და პომიდორი უნდა გამომეღო, სალათი დამეჭრა. ხო და ის არის რა ქვია. ავდექი, ავკარი ეს ბეჭი ავკარი იმას რო ამოვიღე პომიდორი, ავკარი ბეჭი თლიან კვერცხს ლატოკებს. 2 ლატოკი აქვს თან, 2 ის აქვს ჩასაწყობი. მაცი ვარ, ხო და არ დავყარე ეს კვერცხები ხალხო. გარეთ ხომ მომწმინდე ესენი, გაიმთხლა რა თქმა უნდა, დავრჩი კვერცხის გარეშე. ომლეტის გარეშე დავრჩი. პომიდორთან ერთად უნდა შემეწვა. მე ჩავყარე ის პომიდორიც. სალათ არ უნდა დამეჭრა, პომიდორთან ერთად უნდა შემეწვა. იმაში TikTok-ში ვნახე ლაიფაკი და მეთქი შევწვა რა გამომივატო. ეს კვერცხები პომიდორიც ხო ჩავყარე შიგნით. მოვწმინდე ეს ისა გარედან. თურმე გამოწია მეორე დღეს დედა ჩემმა მაცივარ. შიგნით არ შესულა ეს კვერცხები. არ ვიცი, ერთი კვირის მე გამოვიდა. ხო, შიგნით შესულა კვერცხები დაწებებული, გამთხლეული, ვაიმე. რანაირად იყო ხალხო ვერ წარმოიდგენთ. არ გამოვიწევია მაცივარ, მე რა ვიცოდი რომ შიგნით შევიდოდა და მე ეგრე მოვიდოდი. სად წავიდა კვერცხებიო მე. სად წავიდა დავყარე ძის იმას ავქენი თქო რა ქვია. ჩამოვიცვიდა თქო. ხო და ეგრე მომივიდა. ხო. დავტოვე რაც აღო 8 კვერცხი გვედო იმ მაცივარში. უნდა მოეტანა, მეუძოს კიდე კაი მოიტანა და ეჩემ კურცხები თუ და იქირება და დაფთხელეული. მე კაცო ეს რო იმას ვქენი. დავალაგე ყველაფერი მაცივარიც მივწიე, ჩამოვწმინდე, შკაფი შიგნიც გამოვწმინდე, გამოვასუფ და ეს რაღაცეები დავალაგე რაც ქონა მაცივარში შევალაგე და დგები უკვე ისა უჯრა დაბლა უჯრა პომიდორი იდო და ის პომიდორი უნდა გამომეღო თუ კიტრი უნდა გამომეღო რაღაც. დგები და ბეჭია რა ის ხელი რაღაცნაირად არ მომიხვდა ამ ჭიგაზე. თუ ნაპირში დამიდია ცოტა მოვსვი და ის არის თბილია მეთქი და გაცივდება და ნაპირზე და ეს ხელი რაღაცნაირად შენ ხელი გაკარიო. ჩაგივარ და ჭიქაც. ჩამოვარდა ეს ჭიქა ხო და ემთხლია დაბლა. ემაცი ვარ გაწმენდილიც ჩამოიწუნწყლა ისევე იწყლისგან პოლზე ისიც მოვწმინდე. დედა მეუნებენა შენი დღე არ ამშურსაო ისი ძახოდა რა ქვია. ჩემ გუნებაში ვიძახოდი შენი დღე არ ამშურსა თქვა. გეფიცები რა იყო რა და მემთხლა და მე ლეწა ყველაფერი და ეგრე მოხდა. მოვიდა დედაჩემ და ვიო კვერცხი აღარ არისო და რა უქენიო და მე უთხრა შევწვით ხო იმის ყოველ ვეთქვადი ის. ვაიმე გეფიცები შევწვით. ამდენი კვერცხი შევწვიო. აპარამეტრა მითქი რა. კვერცხი მე კვერცხი შეწვაზე ძალიან ცუდი ისა მაგრამ ქვია მოგონება. სკოლაში მივდივარ ახლა ვამზადებ ის არის რა ქვია. რო ვამზადებ ჩემი და ბებია ჩემი და მამა ჩემი არის სამსახურში. ნებში წასული. მე სკოლაში უნდა წავიდე დილა არის. ჩავიცი ყველაფერი იმას აქენე რა ქვია. თან იმას მულტფილმს ველოდებოდი დილით რო გადიოდა ხოლმე მულტფილმები. ხო და დავასხი კვერცხი, დავასხი ზეთი, იმას ავქენი რა ქვია. ალბათ ზეთი თუ დაიწვა თუ რა ქნა მე რა ვიცი. კვერცხი დავასხი და ზეთი რო გაცხელდა ის კვერცხი დავასხი თუ არა რამ ხელაზეა მოვარდა ხალხო. ცეცხლი ამოვარდა ტაფაში. ცეცხლი. მე მოვიტანე უცბად გაზი გამორთე უცბად. მივარდი ის მას ჩავაქრე, ის ჩავაქრე. რა ქვია, ჩავასხი წყალი. აი კვერცხი კიდე იყო უნდა შევწავდი, მაგრამ რაღა იმას ვიზავდი რა ქვია. გადავყარე ეს კვერცხი. ეს ის არა ქვია. ტაფა ჩავაგდე იმაში. რა ქვია? მაგრამ ნიჟარაში. თავტაციამ ჩანთას ხელი. ფეხსაც მენებით ჩაცმული მქონდა რა თქმა უნდა. თავტაცი ჩანთას ხელი და წავედი. მუთმენიც დამთავრდა. შეერი წავედი იმ დღეს სკოლაში, კიდევ კარგი ფული მქონდა. და მე მთხოვა ყველაფერი. იწყალი მაინც რაღაც დამღრობოდა და ჯანდაბას.
მე აღარ მივდიოდი. კვეცხი. სანამ დედაჩემი აღარ მოვიდა მაცივართან არ მისურა, წყალი ჩიშით გამომქონდა კიდე და მექცეს. კვეცხი რა შეჭადი იმ კვეცხს იყო რა ქვია. მე დედას უთხარი, კვეცხები სად არის თქვა, სად არისო? შეჭრი. შევწვიო. შევწვიო მეთქი. და პრინციპში დაგეყო არა. დაგეყანა. ძის. არა ჯანწო, ვაიმე კიდე რა უნდა გითხრათ? ხალხო. ცოტა გამოვედი რაღაცნაირად მიმართება ხოლმე რაღაცა. ძილი მომაწვევა თვალებში, თვალი რო არ მოხუჭო შეიძლება მო. ცუდია ძალიან, ხო? აი ცუდად ავხდის მე და ერთხელ ფურნი არ იყო თუ რა იყო და დედაჩემ არ მოიტანა ფურნა. მე მქონდა ერთი ლავაში, მქონდა დატოვებული, მაშინ ლავაში ვყიდო. მამაჩემს უყიდია ფაბრიკაში და დედასთვის უთქია პური აღარ იყიდო, მე ვიყიდეო და ის არის რა ქვია. მე მოვიტანო. და გვიანობამდე აღარ იყო და ეთყობა იყიდა და სანამ წამოვიდოდა და იყიდა და სეტკები იყო ადრე ხარ ხო გეცოდინებათ ვინც ცოტა ისახართ რა ჩემი ტოლი თქვა და ჩემი მისი გეცოდინებათ ის არის რა ქვია სეტკები იყო იმის პურს და რაღაცებს ბოთლებს და რაღაცებს ვალაგებდით ბაზარში რომ მიდიოდნენ და უყიდი ეს პური და ეს ლავაში ასე გაუკეცია გაუკეცია ლავაში და ჩაუდია ამ იმაში რა ჩამოუკიდია და სანამ იცვამს მამაჩემი ოთახში სადაც იცვლიდნენ ხო ტობა თაგვი იყო იმ იმაში რა ქვია ოთახში ალბათ და შეძრა ამ სეტკაში და ჩაწვა პირდაპირ აი ასე პურში მოკეცილ პურში მოვიდა სამუშაოდან ავტობუსი ემსახურებოდა მოვიდა სახში ახლა დეჩემა დაბრაცა ქათამი წითლად დაღბრაცა მაგრა წითლად ქათამი საჭმელი თავისთავად და ახლა დასხედით საჭმელად და პური მოიტანა ისე რა ქვია და დეჩემი მივიდა პურთან უნდა მოიყო და რა გახსნა პური და მოხდა თაგვი სახში შეხა სახსოვდა ხალხო ის რა ქვია საჭმელი ვინ არა საჭმელი ან ვის რაღა ტახტიდან საწოლიდან საწოლზე ხდებოდა ტახტიდან ტახტზე ხდებოდა შკაფიდან შკაფზე ლამისა ისე დახტოდა სანამ არ დააჭერია მამაჩემს და გვიარდაფრთან მოგუსვენ დაიჭირა იმ რანაირად დაიჭირა 12 საათამდე რანაირად დაიჭირა რა ვიცი დაკრა რაღაცნაირად გამოვიდა და ის დაკრა ცოცხი სანამ არ დაიჭირა მე რა მეტი გზა ქონდა ბიბიაჩემთან გავედით აქვე არ იყო გამოვართვით პური და მე მივეცით თავისთავად ბიბიაჩემს ის პური ახლა თუ არც გამოგვართო აღარ მახსოვს რა ვიცი მე და ეგრე მოგუყანა მამაჩემ თავი სახში მე პურს იმედი იმ თაგვიან პურს შეჭამდა ახლა გადაყრია თქმა უნდა აუ ფულს რომ იცემ და ის არის აქვე გადააგდებ აბა კაცო ქუჩაში მაინც ენახავ რაღა სახში მოყავდა თავი მაგრამ რანაირად იჯდა ავტობუსი ხო ემსახურებოდა და ავტობუსი საიდან სად ამოვიდა შემოვიდა სახში ჩუმად იყო პურთან რომ მივედით უკვე საჭმელად მივდივარ გახსნა და გამოჭმული არ აქვს და პური ასე ირგვლივ იყო მოჭმული შეჭმული იქნებოდა მიირთმევდა ალბათ მთელი გზა ის მაიუნის მამაჩემ ფიქრობდა ისე კალთაზე რომ მედოს უნდა ფხონებს მეყრებოდაო პურისო და მეთქი რა ხდებაო და ვერ მოვიდა გონზე ვაიმე ავტობუსში მაინც გაეხსნა მოგვიდოდა და ვაიმე ავტობუსში რომ გაეხსნა მე ნახავ და ხალხი აუ ავტობუსში გაეხსნა და თაგვი რო ვიღაცა შეახტებოდა ზედ მე ნახე გედა ცივი ვაიმე ცივი მერე პატარა ისეთ პატარა ვიყავი ხალხო რომ მაგიდაზე პატარა სკამს მივიტანდი მაგიდასთან და მაგიდა იმაზე დავდგებოდი და ისე ვრიცხავდი ჭურჭეს რომ ვერ აბჯდებოდი მაგიდას ისე დავავლევდი მერე გამოგვიდი მერე გამოუწმენდავდი თავისთავად მტრები სისუფთავეს მივალაგებდი ახლა რაც შემეძლო ვაკეთებდი ახლა ისე კი არ ვაკეთებდი რომ დეჩემი რომ ბურკებს აკეთებდა რაღაცას მაგრამ აი დასუფთავებულ სახს მივყვებოდი რა დეჩემის გაკეთებულ სახს აი ვრეცხავდი ჭურჭელი თუ იქნებოდა და სარეცხი რა გამახსენდა ახლა იმ დღეს რო ის ამოვიტანე ხო გახსოვს არ გითხარი ისა საინმე რო ამოვიტანე ქვევიდან საინმე ყოფილა უკან აღარ არის საინმე თქო და უკან არისო დიდი ბოთლიო და ყოფილა უკან ხალხო ეს გადავყავი ხელი გამოვიღე ეს ბოთლი საინმეს ბოთლი
ბოთლი არ გამოყვან მთელი ბოთლები რაც რამე იყო ვაი დაგორავს ეს ბოთლები დავსდევ ამ ბოთლებს მე კიდე მე კიდე დავდევ ამ ბოთლებს შევარაგე როგორ ხაც ბოლოს გამოვიხე საიმე მეთქი ისე გამოვიღებ თქო ნელა გამომყოდა ისე გამოვიღებ რომ ამ ბოთლებს არ იმას ვიზავდი გამომეწყო ჯერ ის ბოთლები და ის გამომეყო მე ხო შეიძლებოდა არა მაინც ისე ავიღე და მთელი ბოთლები გამოვიყარე გარეთ ერთი ბოთლი იყო ისიც და ისიც მე წამოვიღე იგრი იყო ჩვენი საქმე ოიერ თათაბათა ისე ბევრი რამე დაგემართება ადამიანს კურიოზი რა პირდაპირ აუ ის იყო მაგარი იმაში რო გავიჭედე უქვია საკათმეში შეპარულა მელა ო მელა რო შევა საკათმეში და გაიჭედება ჟიგრით იგრია ჩვენი საქმე დავამთხნიო ყველაფერი დაბლა მე კიდე კვერცხები დავჭი კვერცხის გარეშე ომლეტის გარეშე მე კი მარტო პომიდორი და კიტრი ვჭამე ის დავიჭერი სალათი და ის ვჭამე მაგრამ დავჭი ისე არ მოვჭერეთ ცივი წყალი ჩაგრდი ცივია ახლა ცივია ო ბებია ხოცნე იყო გამოვჭრეტილი რა ხელი ვიყარ რაღაცა კი არა ვიყო მთელი ფეხსაცმელი გადმოყარე საგადამიყარე ისინი ჩუსტები ისინი ქოშები ვიტყვი არც იქ არის ეტო იქ არის კაცო საწაგადამყარი არც არა გამოვიღე გამარჯვებათ როგორ აბძანდებით როგორ ახართ ეს კიდე რა არის აქანა ვიგავი დაანებე მოგებს თავი და გინდა იცი სადადეებს აი კომოდ გძელი ისროდეს იქ იქნება არ არის ვნახე იქაც აბა სადარ გადამიყარია კაცო გადამიყარი სინამდვილე აი მე არა გეფიცებ გიორგი საწაწა მიიღე ახლები იყო ხოლმე გიორგი აიღე და იცი არ გადამიყრია სად გადაყრიდი გალო გიჟი კი არა ჩუსტები რო გადაყარ გიჟი არ მიწოდები აბა ახალი ჩუსტებს რა დახეული არ იყო და დახეულებს არ აყრის ხან დახეული ბლეკებია რაც გამოვრიე დედა რაღაცა იქნება დამაცადე მე მოვძები რაცან მე მოვძებდი მაცადე შენ ვერ დაიმართ საკავშირო ძებლა მიმდინარეობს იმისი რა ბოდიში გიორგი დედა მედავლი ეწყალი და შენ ჩუსტევის შენ არ დაგალევინე ბოდიში მithხოვი აიღე შურო ის ისა კანაირე ფაცხელა გადამცა აიღე დედა რა ისა გიორგი მომყიოდის და სარეცხი და უფშინე ო აი მე შეიჭრეთ მაქეჯობი ამ სიცხეში ჰა კი ბუბუკი აი იცი აი სტილი დაიყენე გიორგი ქვევით ქუჩაზე არის კარგად აკეთებს ის და ჩვენ თუნდაც სიცხეში შავად მის შეჭრის გულით და არ შევიჭრე გინდა კონდეს ასკიში სიცხეა ცოტა მე რა ცოტა მე მეცქე მაქვს მაგრამ წენა მაგრამ თავში კი არ მწყიდა ისე აი მე მაგას წრი გურა რა იყო მაგას კალი გუთე ხო დაიწყო ისა კინო რა კინო მომაცი ის კიდე ილდისი რა არის მას ვერ უყურე მე და წამული იყო და მე გადამიხუე იმას ჯერანი აი ჩამოხეთქა ისე ხალდი გასკდა ეს გახსოვ შენ რო გატეხე ხო თუ შენ გატეხე მე არა შენ რა ქვია მაიკასი შევდი და მოვარტყი ხო რაღაცა ისე მაიკას რანაირად არის მაიკა კი არა მაიკა ზაქიდეკი და იქ რანაირად გაარტყი მაიკა გაარტყი ხო გირავ თავში ჩაგე მაიკა გაარტყი ხო რაღაცა კი მოხდა და რა მოხდა ის არის რანაირად იმას აკდა იწვადა მაიკას ესე იწვა ხო ესე რა უნდა და მაიკას ფრიალე იყო ნუ მოხდა აი მე უნდა
და აი წყალი განაბანოშია გარეთ უნდა აბანოში რო შეხვიდე რა არის არ მიგიღებს აბანოში ჯობია კაცო და გადავლება მაგრამ რა წყალი ვაი ქუსლის მტკიცებ და მე მოუშვი ცივწყალი და რა ეს მთელი დღე მტკივ არ გამიარა პატახოვნა ну ми ჭერჯინებს კისერი ჭრი დაჟანგებული იმისავით რა რომელზე ვარ თქი არ წავიდე ჩვი წავიდეთ რო კინოთ დაიწყება და 5 წუთი რომ მივწვია დივანზეა შეიძლება საერთოდ ეჩებს გაუფინდა ეს ჩუსტა იმაინტერესებს მივწვევ ცოტა ხანი და მე მოვიწები არა საყინულში ხვალე გვინდა წყალი ეტა ხვალე დილით ავიდეთ შუა დღეს კი არ მინახია წამოსვლისას მარინე და არ დაულევიეთ შეყვარით არ მისუნან საერთოდ არ დაულევიეთ წყალი არ წყალი დაცაჭმელი ბეცები ვთიქნა მიწერე მარინას და მოგწევს დედა და თუ წახვალ დილთორა და მე როცა გეყოს მაშინ მე მგონი ისევ არ დაჭირება საღამოზე არა დახვეტა არ დახვეტა და არ დაყრა თორე იგივე ისე დავთავრე რომ საერთოდ ადამიანები რა თუნდა ის ცეხი ხო არა 1000 ცალი დიდი ცეხი თან იცი ორივე ციხს უგახსნია გახსნის ჰაერი მოძრაობს და ვენტილატორები იქნება და აღარაფერი აღარ იმას გავხსნიო ხო იმ ცეხსაც და ჰაერი ამოვა გადაგუნცეხია მაგათი აქეთ დასვეს ზემოთ დედა ისე ზემოთ დასვეს ხო ზემოთ ყავდა და რაღა ახლოს არის და ის ადვილია ადვილი ცეხია ეს გიორგის ის ცეხი არ შეუბოლო აღარა ვარ გაიბოლო ახლა ზევით და ჯობს მეც ქოითა მეჩია ის ცეხი ჭედება ხოლმე ყოველ წუთას ბოლოს ხო წავედი ხალხო ახლა მეორე ვიდეო ჩართი პურსაც წავიდე აბა ჰედა აბა ხო კარგად ნახევრად გიგეცინება კი არ მეცინება რაღაცა ისეთი ამბია რაღაცა ისამაკ აი გაიშვილი მაქვს ისე ცხელა რომ რაღაცნაირად ევროპაში ისეთი სიცხეებია გიორგი ხალხი ცუდად არის და ცუდად ხდება ხვდებიან ხო კი შეიძლება მოკვდიან სიცხე დილას ისე რაღაცნაირად ვიყავი შეკარგე შეიძლება გულის ის აი რო ავდექი ხო აი რო და წამოვდექი და წამოვის ნახევარზე გამეღვიძა ავდექი ვაიმე გვერდულა წავედი უი რა ხოქრადი მე მივედი შემდივანთან მე ცოტა გადამეყარა მე მივედი ცინარეზინი მოგდალეული და მიდოარეკ აბა ახლა დაგემშვიდობები ცინარეზი ახლა წამიდო თვალი მოხუჭო და მე აღარაფერი არ იქნება ბაი აბა ჰეი კარგად მე დაიხო